მიუნხენში უსაფრთხოების 61 კონფერენცია გაიხსნა, რომელიც 14-16 თებერვალს ტარდება და მას სხვადასხვა ქვეყნის 60-მდე ლიდერი და ასობით სხვა წარმომადგენელი ესწრება. ღონისძიება კონფერენციის ხელმძღვანელმა კრისტოფ ჰეუსგენმა გახსნა. კონფერენციის პირველ დღეს მთავარი პროგრამა ფოკუსირებულია გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებზე, მათ შორის გლობალური მმართველობის, დემოკრატიული მედეგობის, კლიმატური უსაფრთხოებისა და სხვა საკითხებზე. პუტინმა დაანგრია ევროპული არქიტექტურა, როდესაც აირჩია კონფრონტაცია და არა თანამშრომლობა და სამწუხაროდ ჩვენ დღესაც გვიწევს გამკლავება მის ომთან უკრაინის წინააღმდეგ. მე თბილად მივესალმები უკრაინის დელეგაციას. ევროპაში, როდესაც ჩვენ გვაქვს უთანხმოება ერთმანეთთან ომს კი არ ვაწარმოებთ, არამედ ვაგვარებთ ამას ბრიუსელში ან ლუქსემბურგის სასამართლოში. 2022 წლის 24 თებერვალი არის დღე, როდესაც პუტინი უკრაინაში შეიჭრა და ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა დაანგრია. უკვე 3 წელია, რაც უკრაინელები იბრძვიან საკუთარი ქვეყნისთვის და საკუთარი თავისუფლებისთვის. გერმანია მთელი ამ პერიოდის განმავლობაში უკრაინის გვერდით დგას და მისი მეორე უმსხვილესი დონორია შეერთებული შტატების შემდეგ. არც ერთ ჩვენგანს არ აქვს ინტერესი, რომ შეასუსტოს ნატოს შესაძლებლობები და მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველაზე ძლიერ ქვეყნებსაც კი, მათ შორის შეერთებულ შტატებს, სჭირდებათ ალიანსში ყოფნა 21 საუკუნეში. პრეზიდენტი ტრამპი ესაუბრა პრეზიდენტ პუტინსა და პრეზიდენტ ზელენსკის და მე იმედი მაქვს, რომ ომის დასრულების შესაძლო გზები მიუნხენის კონფერენციის კორიდორებში მიმდინარე დისკუსიების დროსაც იქნება განხილული. ამ ომის დასრულება ყველა ჩვენგანის სურვილია და თუ როგორ დასრულდება, ის დიდ გავლენას მოახდენს ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოების არქიტექტურაზე. ჩვენი უსაფრთხოების არქიტექტურა არ უნდა იყოს დაფუძნებული წესების არარსებობაზე, იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში ჩვენ სხვა ძალებს გავუხსნით გზას, როგორებიცაა რუსეთი და ჩინეთი და ასევე ყველა ქვეყანას, ვინც წლების განმავლობაში აყენებდა ზიანს დადგენილ წესებს. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ვებგვერდის თანახმად ღონისძიება ცვლილებების გარდამტეხ მომენტში იმართება, როდესაც იანვარში ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა. ბრიუსელში ევროპული საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის ახალი ციკლი იწყება და კონფერენციიდან ერთ კვირაში გერმანიაში საპარლამენტო არჩევნებია დაგეგმილი. კონფერენციის მთავარი თემა უკრაინაში მიმდინარე ომის გარშემო მოლაპარაკებებია. ყოველწლიურ საერთაშორისო ღონისძიებაში ასევე მონაწილეობენ ევროკავშირის ლიდერები, მათ შორის ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი. აქ მსხდომთაგან ყველას ესმის, რადევს სასწორზე და რა გამოწვევებია ჩვენს წინაშე. შევადაროთ ერთმანეთს პრეზიდენტ ზელენსკისა და პრეზიდენტ პუტინის მიდგომები. ყველაზე რთულ გარემოებებშიც კი პრეზიდენტი ზელენსკი მზად არის იმუშაოს მშვიდობისთვის, რომელიც შეესაბამება მისი ქვეყნის მიერ გაღებულ მსხვერპლსა და მისი დაცემული თანამემამულეების ხსოვნას. როგორც ვოლოდიმერ ზელენსკიმ თავიდანვე განაცხადა, უკრაინას ყველაზე მეტად სურს მშვიდობა, რომელიც იქნება სამართლიანი, ხანგრძლივი და უკანასკნელი 3 წლის საშინელებები აღარასოდეს მოხდება. მხრივ პრეზიდენტი პუტინი ამბობს, რომ მზად არის შეხვედრისთვის, მაგრამ რა პირობებით? მან უნდა დაამტკიცოს, რომ მისი ინტერესი არ არის ამ ომის გაგრძელება. მან უნდა გვაჩვენოს, რომ მისი ამბიცია აღარ არის უკრაინის განადგურება. ნება მომეცით მკაფიოდ ვთქვა, სუსტი უკრაინა დაასუსტებს ევროპას, მაგრამ ის ასევე დაასუსტებს შეერთებულ შტატებს. ის დაძაბავს სიტუაციას ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში და ზიანს მიაყენებს ჩვენს ერთობლივ ინტერესებს, რადგან როგორც დავინახეთ, მსოფლიოს ყველა ავტორიტარი ყურადღებით აკვირდება, არსებობს თუ არა დაუსჯელობა, როდესაც მეზობელ ქვეყანაში თუ არსებობს ნამდვილი შემაკავებელი ძალა. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ სწორად ვიმოქმედოთ. საერთაშორისო დონის კონფერენციას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც ესწრება. ზურაბიშვილი უკვე მიუნხენშია. დღესვე გაიმართება პანელური დისკუსია სახელწოდებით საქართველოს ყურადღების ცენტრში, სადაც მეხუთე პრეზიდენტი დისკუსიაზე დამსწრეთა შეკითხვებს უპასუხებს და ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებზე ისაუბრებს. პრესამსახურის ცნობით ზურაბიშვილი გამართავს ორმხრივ შეხვედრებსაც. ის უკვე შეხვდა ევროპოლის აღმასრულებელ დირექტორს კეტრინ დებოლს. ზურაბიშვილი ასევე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს ანდრეი სიბიგას ესაუბრა. კონფერენციაში მონაწილეობს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაც. მიუნხენის კონფერენციაზე არ არის მიწვეული ქართული ოცნების არც ერთი წარმომადგენელი. ოპოზიციის შეფასებით მიუნხენის კონფერენციაზე ოცნების არ ყოფნა გამოხატავს იმას, რომ ივანიშვილის ხელისუფლებას ლეგიტიმაციას არავინ აძლევს. ცივილიზებულ სამყაროს ძლიერ გამოქვეყნისა რამოდენიმე ასეთი შეკრება აქვს წლის მანძილზე რეალურად, როდესაც სოფლიო ლიდერები უნიშნულოვან საკითხებზე იკრიბებიან და სოფლიო ლიდერებში რა თქმა უნდა იგულისხმება ცივილიზებული სამყარო, დასავლეთი, ის რასაც კოლექტიური დასავლეთი შეგვიძლია დავარქვათ, იკრიბება იმის რომ გარკვეული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღოს, ასეთი ეკონომიკის საკითხში ასეთი შეკრება იყო დაოსის სამიტი და ახლა უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ასეთი შეკრება არის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია, არც დაოსში და არც მიუნხენში ქართული ოცნება ოფიციალურად არ იქნა მიწვეული არც ერთი ამ აკრედიტაციის მქონე სტრუქტურის ან პიროვნების მიერ და საქართველოს მიუნხენის კონფერენციაზე წარმოადგენს მისი უკანასკნელი ლეგიტიმურად არჩეული პოლიტიკური ფიგურა, ეს არის საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ეს არის ძალიან კონკრეტული გზავნილი საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. საქართველოს მთავრობას ჩვენი პარტნიორებით სამწუხაროდ განიხილავენ როგორც რუსეთის დანამატს, რომელიც გააკეთებს იმას, უბრალოდ იმას გააკეთებს, რასაც პუტინი და რუსეთის ფედერაცია ეტყვის და დაავალებს. აქედან გამომდინარე, მათი მიწვევა
არც გამართლებულია და არც მიზანშეწონილია ჩვენი მეგობრების და პარტნიორების გადმოსახედიდან. ძირითადად მსჯელობა იქნება ამ კონკრეტულ კონფერენციაზე წელს მსჯელობა იქნება რუსეთის ჯარების უკრაინიდან გაყვანაზე, მშვიდობაზე, რეგიონალურ მშვიდობაზე, რუსეთ-უკრაინის ომის ერთხელ და საბოლოოდ დასრულებაზე და გრძელვადიანი უსაფრთხოების გარანტიების მიცემაზე უკრაინისათვის და კიდევ ერთხელ სამწუხაროა, რომ აი ამ გეოპოლიტიკურ დიდ გადაადგილებებში საქართველოს არავინ არაფერს ეკითხება. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია წარმოადგენს გლობალური უსაფრთხოების საკითხებზე დებატების მსხვილ საერთაშორისო ფორუმს, სადაც სახელმწიფოს მეთაურები, საგარეო საქმეთა თავდაცვის მინისტრები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, აკადემიური წრეების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მონაწილეობენ. შაბათს დებატები შეეხება საერთაშორისო წესრიგის მდგომარეობას, რეგიონულ კონფლიქტებსა და კრიზისებს, ასევე ტრანსატლანტიკური პარტნიორობის მომავალს. კვირას კონფერენციის დასკვნით დღეს გაიმართება მსჯელობა მსოფლიოში ევროპის როლთან დაკავშირებით. ღონისძიების დახურვის წინ ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი კრისტოფ ჰოიზგენისგან მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარეობას გადაიბარებს.